მოგესალმებით, დღეს ვიმყოფებით რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, არის დრაგის პირველი ეტაპი. ეს არის ჩვენი კუთხე, ვისთვისაც ძალიან დიდ მადლობას გადავუხდით. ამ სოილს კიდევ ერთხელ უკვე მე რამდენად შეჯიბრია, რომ ესე კომფორტში ვარ და ბზეზე არ ვიწვით. წვიმაშიც ბევრჯერ გადაგვარჩინა და მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის. ვერჩი დგომისთვის. დღეს იქნება კრუიზერების კლასი. კრუიზერების კლასი უკვე დამთავრებულია და გამარჯვებულია ნიკა ფილიშვილი. სად არის? მანქანაშია. ნიკა მოდი. ნიკა ფილიშვილი მოვა ეხა ჩვენთან ჩემპიონი. კრუიზერების კლასში აიღო პირველი ადგილი. ეხლა იქნება 600 მოკლე კლასი და მერე იქნება 1000. 1000-ში იქნება გზელი კლასი. გონი. არ ვიცი, მოკლე დგება თუ არა? მოკლეს იქნება, კი. მე ხო არ მეძახდა მე. ჩემპიონ. გილოცავ. ძლივს არ მოვიძე. ძალიან მაგრათი არა და კაი შედეგები ქონდა რა, მალადეც. გალაზე როცა ვიტრიპაჩი ხო გახსოვთ მაშინ? პირველზე გავაკეთე რა. ხო და ჩემი სიტყვა შევასრულე რა. პირველი თან უკონკურენტოთ რა, ცოტა ძლიერები მოიხოდეთ შემდეგ ეტაპზე რომ რაღაცა სტიმულის მებისთვის. რაც მეტი მით უკეთესი. ო, კარგად როიონები არავინ არ იხოდება პირიქით. შემდეგი შენ ხარ ეხა. როზე? უნდა მოიგო. ნახოთ, bro. რა ნახოთ, რა мотиваციაა. ორი თვის წინ მიმუქრებოდი მე რომ უნდა მოვიგოთ ხო და რა. აი, მოვიგოთ, მოვიგოთ. გამოდით ხალხო, რაც მეტი გამოხათ მონაწილე მაყურებელი, უფრო მეტი სტიმული ვიქნება. გავარდნილია რა დუხი რა, ვაფშე 600-ის გზელი კლასი ვაფშე არ შედგა. გოგო მონაწილეები არ შედგა, ანუ 6 მონაწილე როგორ არ არის დაინტერესებული რომ შეჯიბრზე მონაწილეობა მიიღოს. გინდა გზელ ბაზარში და გინდა გოგოების კლასში, ანუ 6 მონაწილე. ნილოს დიდი რესპექტი ჩვენგან. კი. ერთადერთი გოგო მონაწილეა ბიჭებთან. რომელიც გოგოების კლასში არ შედგა და გამოდის ბიჭებთან. წავედი მე წარმატებები ყველას. გილოცავ ნიკუშ კიდევ ერთხელ და მალადეს bro. ეხლა აქეთ ჩვენი სიმწე, ჩვენი მეგობრები, ვინც გულშემატკივრობენ, მოკლედ ზოგი იქით არის, აქეთ არის, მიმოფანტულები არიან. ეს ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი, ჩემი გოჭი, მოკლედ აქ ვართ რა. ეხლა მე შეჯიბრზე გამოდივარ, მოდი ვაჩვენოთ ბაიკი. ეს არის Yamaha R1 2017 წლიანი გზელი ბაზით. ეს არის გიორგი მღებრიშვილის მოტო. გუში ვიარეთ კვალიფიკაციაზე, რავი, რაღაც საშინელი საბურავი ეყენა, ვაფშე ვერ მოვიჭიდეთ ვერსა და რავი, ღამე მერე საბურავი გადავაწყეთ, სლიკი დავაყენეთ. სოსელიამ გამოგვიგზავნა ვახომ ეს საბურავი და ძალიან დიდი მადლობა რა, კარგად ვეჭიდებთ უკვე. ხოდა ნახავთ რა შედეგებს, რა იქნება, როგორ იქნება. ასევე ძალიან დიდი მადლობა გიოს, ბაიკის ნდობისთვის. ვეცდები რომ იმედები არ გაუცრუო რა ჩვენს მას. ხო bro. არის ესეთი სიტუაცია, ამდენი ხალხი, მოკლედ. ეხა უკვე მორჩა კრუიზერები. ეხა იწყება 600 მოკლე. ხო და ამასობაში ჩვენ გადავიღოთ ეხლა თვითონ რა სიტუაცია არის ტრეკზე. გავიაროთ, გამოვიაროთ და ვნახოთ. ჩემი მოსწავლის ბაიკია. ეს ეხლა ხან შეიძინა. ძალიან კარგი გარემოა, ვერაფერს ვიტყვი. ხო ეგრეა. ეს ელენია. გაუმარჯოს. როგორ ახარ? ნელ-ნელა თავიანთ პოზიციებს დაიკავებენ უკვე მაყურებლის ადგილებს, რომ კარგად დაინახონ შეჯიბრის გარბენები და ესე რა, ეხლა გავიდეთ ტრიბუნებისკენ უკვე, სადაც ხდება მოტოს ტექნიკური შემოწმება და დათვალიერება, რომ წყობში იყოს. სადაც არის ტრიბუნები მაყურებლისთვის გათვლილი და ბოქსები რა. ნახოთ ყველაფერი, გავიაროთ. არო. გაუმარჯოს. რა ვახარ რა. привет, როგორ ახარ? Это я имеется мощный кал. რა. Аша Симон. მოკლედ, აქეთ, ნახეთ, აი რამდენი ბაიკებია, ზევით არის ტრიბუნები, სადაც მაყურებლები იქნებიან. ამ კაც გადაუღია უნდა. და ესე მოკლედ რა. ზევით არიან მაყურებლები, მეგობრებო. ყველა ვაფშე. და აქვევით უკვე მონაწილეები და ჩვენ რა. აქეთ არის ბოქსები. აქ წინ ხდება ტექნიკური დათვალიერება, სადაც მივართ ეხლავე. Dario Gigi. რა შვები? მაგარი. რაკენი? დავაგე მომხოდე გავხოდე სანაირად მზადა. იმენა მზადა ხარ? პირველი შენია, ხო? უეჭველ ჩაადის ეს.
ამო აბა აქეთ რა სიტუაცია ვინ არიან? რა არიან, სად არიან, როგორ არიან? არო, ზემო, ექსტრემალი ხარ. როგორ მიზმა? გადავიდე როგორ. რაშო? ცოტა იგე. ალბათ. არა, ვაკადარ. მოკლედ, ეხლა უკვე ფინიშის და რაღაცების ხაზებს ასწორებენ. სადაც დავაფინიშებთ და იქითაც ტრიბუნებია, მაყურებლები ხედავთ ალბათ, რომ ძალიან ბევრი ხალხია იქითა მოედანზე დრიფტი სტარდება და მოკლედ რა ძალიან დიდი ინტერესია დღევანდელ დღეს. აი ესეთი ლამაზი და კარგი გარემოა მოკლედ რა. ეს ისეთი დღე არის რა, ეს დრაგის შეჯიბრი როცა ტარდება ხოლმე, რომ მოტოს სულ არ გიყვარდეს, შეგაყვარებს რა ეს დღე და მოგანდომებს. ბაზარი არა. აი ესეთი სიტუაცია, ესეთი ამბები. მოკლედ კარგი არის რა, ყველაფერი. არა, ბიჭო, ხიდან. შენ რა შევ, გამოდი ხარ? არა. აბა? ზაყურე. აი იქ. სადიქნებ, სადთა. ზაღორსიმო. წავედით ეხლა. ავიწიოთ ზევით, სტარტის ხაზთან მივიდეთ. სტარტის ხაზთან მივიდეთ და ნახოთ უკვე იქ რა სიტუაციაა. რბოლელები მზად არიან თუ არა შევხედოთ. აშვებ, ორი კარგი იუთუბერია ეს. მოტოსფერო და ნილუს მოტოლოგი. აქედან შევდივართ უკვე სტარტის ხაზთან. გაუმარჯოს. ფოტოები შენზეა. ხადა შენ ფოტო. რა შევთ, არ ვიწყებთ? ოპა. არ ვიწყებთ? რავი ველოდები. რა შევოდე? აგერ ერთ-ერთი მონაწილე. უნკარგესი და უნიჭიერესი ახალგაზრდა. და უპატარავესი. თავარი ათლეტურია ძმა. სპორტიული ტანი მაქვს. სპორტიული. ბაზარია. ტუნინგი. მოკლედ ვინც არიცით, დრაგზე არის ახალი შუნჩანი, რომელიც თვითონ ითვლის ფალსტარტებს და ყველაფერს და ახლა ბიჭებს აუხსნის შუნჩის შესახებ ყველაფერს. დღეს არის ბოლის რეჟიმი. გუშინ იყო კვალიფიკაციის რეჟიმი. ას გესმით ხო, კარგად, რავი. ყურადღებით მისმინეთ, მერე პრეტენზიები რო არ იყოს. გუშინ რაც ჰქონდა რეჟიმი ჩართული, ეს იყო კვალიფიკაციის რეჟიმი სპეციალურად და მეორე ყვითელზე რო გადიოდი, ფოლსტარტი არ იყო. რატო არ იყო? იმიტომ რომ დიაპაზონი იყო დიდი, აი ის ჭირდება ცოტათი გამოიწიე რა. გუშინ ეს აი ამ რეჟიმში ვდგებოდი და აი აქ მოიცადე, აი ხედავ, რა ხელო დიაპაზონი იყო რა. აი შეხედე, ხედავ, რა ხელო დიაპაზონი. 7 სანტიმეტრი არის. ეს დიაპაზონი იმიტომ იყო, რომ კვალიფიკაციები ნორმალურად ჩატარდეს, იმიტომ ჩვენ კვალიფიკაციების დროს ფოლსტარტი ხო არ გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს დროები. შესაბამისად, გუშინ ვიღაცებს კითხვები ქონდა, რომ მეორეზე ყვითელი რო ინთებოდაო, არ ფოლსტარტდებოდაო. კი ბატონო, გეტყვით ახლა რატო არ იყო? იმის დრო, სანამ მესამე ყვითელი აინთება და ჩაქრება და ამის გადაკვეთის დრო შეფარდებაში იმიტომ არ ანთებდა ის რა ქვია. იმიტომ რომ ის იმ დროზე გადადიოდა და აქ კი გონია რომ მიდიხარ, მაგრამ ლუფტია და მიდიხარ. დიდი ლუფტი იყო. სწორად უბრალოდ საკვალიფიკაციო რეჟიმი იყო, მარტივად ვუთქვათ რა. დიდი ლუფტი იყო და ამის გაგორება და იმის დროის ჩამოთვლა უკვე ფორმულა რო დასვა, ასწრებდა ის რა ქვია, გასვლას რა ასე ვთქვა. ეხლა გამოიწიე, ეხლა დღეს გვაქვს ესე სტარტის ხაზი არის აი ეს მდგომარეობა. ზედა უნდა ჩაქრეს, ქვედა არის. აი ეს არის სტარტის ხაზი. სადაც ლუფტი არ არის. სადაც ლუფტი ნაკლებია. შეხედე? აი შეხედე? აი ეს არის ლუფტი. ზედას ვაქრობთ ყველა ვარიანტს. ბატონო? ზედას ვაქრობთ ყველა ვარიანტს. ზედას ყველა ვარიანტი. თქვენ თვითონ ასწორებთ. თქვენ თვითონ ასწორებთ, ჩვენ არ გეუბნებით არაფერს. ნუ კაი, ვიღაცებს შეიძლება დავეხმაროთ თავინა და პირველია. ყველას ვიწყებთ. ზედა რო ჩაქრე.
ესე იგი ჩართულია? ესე იგი შეჯიბრი დავამთავრე უკვე ჩემი კლასი, სადაც გამოდიოდი. გუშინ რაზეც ვივარჯიშეთ რა, საკვალიფიკაციო გარბენები როგორც იყო შუქნიშანი. ყვითელი და ეს ყვითილის ჩაქრობის და აი მწვანე სანამ აინთებოდა მაგ მომენტში შეგვეძლო დაზრა, ნუ რა ვიცი, სავარჯიშო გარბენი 3 ეგრე გავაკეთე და არც ერთხელ არ მქონია ფალსტარტი. ერთი სავარჯიშო გარბენი გავიარე და 2 კვალიფიკაცია. დღეს არ ვიცი სარბოლო რაღაცა სხვა არისო, შევცვალე თუ აქეთ-იქითო და ნუ ეს ყველაფერი კი აუხსნიათ, უბრალოდ იქ არ ვიყავი, აი მაგ მომენტს ვერ დავესწარი. დამირეკეს კიდევაც უბრალოდ არ ვიცი რაზე მირეკავდნენ, აი ჩვენმა გადამხებმა დამირეკა, მოდიოდა, რავი ვერ მივედი, რა სანამ იქ მივედი, 100 კაცი შემხვდა გზაში და ამ 100 კაცთან ლაპარაკში ვერ მოვისმინე მოკლედ ეს შეცვლილი რო იყო ეს ყველაფერი და როგორც გუშინ სტარტავდი შუქნიშანზე, ისე რო დავსტარტე, აღმოჩნდა რომ ავიკიდე ფალსტარტი, რადგან შეუცვლიათ რაღაც გადაუნაცვლებიათ რაღაცეები. ნუ ძალიან ცუდი იყო რა, ავიკიდე ფალსტარტი და უკვე რადგან ერთი ფალსტარტი მქონდა, მეორე ფალსტარტი ავტომატურად ნიშნავდა უკვე წაგებას და მეორე შემთხვევაში დაველოდე უკვე შუქნიშნის გამწვანებას რა. ბოლომდე სანამ არ გამწვანდა არ წავედი და ეგ უკვე გაგვიანებული აღმოჩნდა დასაძრავად. ეს შეჯიბრი წავაგეთ რა მოკლედ რა. ალბათ ჩემი უყურადღებობის გამო მოხდა ეს, რომ იქამდე ვერ მივედი. და ასე შემდეგ, მაგრამ შენც მაგარი ტიპი ხარ, გეთქვა რომ რაღაცა წესები შეიცვალა და მაგის გამო მოდი მეთქი პროსტა გადასაღებად მეძახ. საყვედური შენც. მე აშუაში ვარ. ანუ ეგეთ მნიშვნელოვანი რამე თუ იყო გეთქვა ზმა და ვაფშე არ დაველაპარაკებოდი. გეძახი სეროფაო და მეთქი მივალ მეთქი ახლა მეთქი რაღაც კადრების გადასაღებად. ნუ კაი რაც იყო რა, მოკლედ არა უშავს. 1000 მოკლეში ძალიან მაგარი ის არის რომ გიო ხელაძე მოიგო, აიღო პირველი ადგილი. ჩვენმა ძმამ ძალიან მაგრათი არა და 1000 გრძელის ის ჯერ კიდევ გრძელდება არ მოშენილა რა, წარმატებას უსურვებ ყველა მონაწილეს და ნახოთ რა შემდეგისთვის იქნებ წონაც ცოტა დავფერთხო და უფრო კაი შედეგით ვიარო და აი ხა დღეს უბრალოდ ტყუილა წავაგე რა. ამიტომ უნდა იყოს ძალიან ყურადღებით, მაგრამ რამდენად გავყოს ყურადღება და კონცენტრაცია აღარ ვიცი მოკლედ რა. იმიტომ არის მრბოლელი უნდა მოდიოდეს სარბოლოდ და სხვა არაფერს არ უნდა აკეთებდეს. რა უნდა იჯდეს და ელოდებოდეს ავის რიგს, უსმენდეს ბრიფინგებს და ესე შემდეგ ყველაფერს რა. წაგე გადაღებას, აკე ამ რაღაცების მოწყობა, გაშლა, ეხლა წაღებაზე უნდა ვიზრუნო და ესე შემდეგ რა მოკლედ. დღეს დავამთავრებ ამით. შემდეგისთვის უფრო შემართებით ვიქნებით და ყურადღებით ასთავარია რა. აბა დროებით.